მოგესალმებით. მე რამდენიმე მოგონება ჩვენი სიტუაციის დროიდან, ახალგაზრდობის დროიდან მინდა გაგიზიაროთ ეს ჩემშია და საერთოდ ვარ ეს მოგონება მხოლოდ ჩემში იქნება როგორც ერთი ყველაზე საფრთხე და რაღაცა ფაქიზი დღეები და რაღაცა ცოტა ჩემი ცხოვრების და ბიოგრაფიის მე და დათო გავიცნობ ერთმანეთი პიონერთა სასახლეში. ეს დაახლოებით მეშვიდე კლასში. დეიდა კეთო, კეთო ანანიაშვილი, დეიდა ფაცია, ეს ჰარვარდი და დამრიგებელი და რაღაცა ამ წრეში, ამ ლიტერატურულ წრეში იყო რაღაცა პრინციპული განსხვავება სკოლიდან, რადგან სკოლაში ეს რაღაცა საბჭოურობა ვერ ამოიწია. ეს კარგია და დღემდე არ ვიცი, მაგრამ ამ ორთავას რაღაცა შესხარის და ქართულ ხალხს ნახეს. არა თავისი ოჯახი ეს ყველაფერი მეორე პონზე ცხოვრობდნენ ბავშვებით ამ ახალგაზრდა ლიტერატურებით ერთადერთი მიზანი ჰქონდათ რომ ეს გაეზარდათ ახალი თაობა ლიტერატურების ისე რომ მათ წარმოედგინათ ქართული ლიტერატურის დაუმთავრებელი და რასთავარად ლიტერატურების ოჯახში ვიყავ დაბადებული დედა და მამა ლიტერატურები არიან და თითქოს ეს ალბათ და მე ხანდახან ვფიქრობდი რომ ამ შეხედვაში კი ამ მივეყანეთ სადაც კიდე ლიტერატურას ლაპარაკია სადაც შესანიშნავი რაღაცა ხარჯობების შვენის მასწავლებელი და მოიარეს მთელი კავკასია